بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين. رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي. اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله. اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر. آمين يا رب العالمين. السلام عليكم ورحمة الله. ტელეფონი მეგაუთიშოთ, მე ხმების გავუთიშოთ და გაკვეთილის დროს სურათები ვიდეოები არ გადავიღოთ. ხანახამ ხედავთ ძმებს, რომ გაკვეთილის დროს სურათს იღებენ, ანუ მე თავის გვერდებზე დებდნენ, ასე შემდეგ არ გინდათ. ეს მერე, ინშალლა. სურათები თუ გინდა, მერე შეიძლება. გაკვეთილზე ჩვენი ყურადღება უნდა იყოს, გაკვეთილზე ჰადისებზე უნდა იყოს, არა სოციალურ ქსელებზე და ასე შემდეგ. კაი, ჩვენ დღეს ვაძმებო მე-18 თავზე, რომელსაც ქვია ბაბუ მა ჯაა ფილ ჰადითი ან ბანი ისრაილ. თავი რომელიც ეხება იმაზე, რა მოვიდა აჰლულ კიტაბზე, რა მოვიდა აჰლულ კიტაბზე. და შუმამა სალალაჰუ ალეიჰი, ანუ უბრალოდ რა მოყვება აჰლულ კიტაბზე. აბდულლა ბინ ამრუ გადმოსცა რომ მან თქვა რომ لقد كان رسول الله صلى الله عليه وسلم يحدثنا اليوم والليل عن بني إسرائيل. شوماما صلى الله عليه وسلم დღე და ღამე ველაპარაკებოდა ჩვენ აჰლულ კიტაბზე. დღე და ღამე, ნახეთ. ანუ ბევრი ხანი ლაპარაკობდა ამ ხალხზე. لا يقوم إلا لحاجة. და დგებოდა მხოლოდ იმ დროს, როცა მაგას ჭირდებოდა. ანუ რაღაცა სასწრაფო საქმე იყო. ნახეთ. ანუ აჰლულ კიტაბზე ლაპარაკობდა. აქედან ჩვენ ხედავთ რა, შეიძლება მაგაზე ლაპარაკი ერთი. ეხლა კიდე გავიდით რა შეიძლება, რა არ შეიძლება. მეორე ჩვენ ხედავთ რომ შუმამა სალასამ გაკვეთილებს აძლევდა, როგორც ეხლა ჩვენ ზივართ. ამათ ქვია დავრატულ ილმია, როგორც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ. ანუ ცოდნის მიცემა შეიძლება სწავლული და შეიხი მისცეს თლიანი დღე, სანამ ძალა აქვს და სანამ მოსწავლეებს აქვს ძალა, თუ არ ჩაეძინებათ გაკვეთილზე. მთელი დღე შეიძლება ადამიანი მისცეს გაკვეთილები. ეს არის მაგის დალილი. ზოგიერთი ძმა რო იძახის, მაგრამ ზოგიერთი სალაფები კვირაში ერთხელ აძლევდნენ გაკვეთილს. გაკვეთილს კი არ აძლევდნენ კვირაში ერთხელ. მაგას ქვია მაუიზა. ანუ დავათი, ასე თქვა, დავათი. აი ძმებისთვის, აი იმანის გამაგრება და გაკვეთილი არა ქვია მაგას. მაგას ქვია მაუიზა. მაგაზეც მოვა ეხლა რამოდენიმე ხანში. კარგით. შემდეგ ჰადისი შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომელიც გადმოსცა აბუ ჰურაირამ, თქვა: ჰადითუ ან ბანი ისრაილ ვალა ჰარაჯ. ილაპარაკეთ აჰლულ კიტაბზე, პრობლემა არ არისო. ანუ ილაპარაკეთ მათზეო. ვა ჰადითუ ანნი ვალა თაკზიბუ ალეია. და ჩემზე ილაპარაკეთ, ანუ ჩემი ჰადისები გადასცეს ხვებს, მაგრამ ნუ მოიტყუებით ჩემზეო. ჩვენ გავიგოთ პირველი ნახევარი ამ ჰადისის. შუმამა სალალაჰუ ალეიჰი თქვა, რომ ილაპარაკეთ აჰლულ კიტაბზე. მაგრამ რა? ეხლა ნახოთ. პირველი რა არის, ანუ რასაც არის დამტკიცებული ჩვენთან და მაგათან, ანუ ეთიგივე არის. მაგას ლაპარაკი შეიძლება თქვა, რომ აჰლულ კიტაბ ასე თქვა. მაგალითად რა? ნოის გემი რომელიც აშენა და ასე შემდეგ. ჩვენთანაც არის, მაგათანაც არის. მაგას ლაპარაკი შეიძლება. მეორე არის ის, რაზე არ შეიძლება ლაპარაკი? მაგალითად, რასაც არ ემთხვევათ ჩვენ შარიას. ასე მაგათან არის, მაგრამ ჩვენთან არის ტყუილი. ჩვენ ვთვლით როგორც ტყუილს. მაგალითად, როგორც ზოგიერთი შრომავალი მაგათან ცოდვას აკეთებდა. ჩვენ მაგალითად მაგის არ აგვჯერა. დიდ ცოდვებს აკეთებდათ. ჩვენ მაგალითად მაგისი არ აგვჯერა. მესამე არის ისეთი მაგათი მოთხრობები, რომელიც არც ვაზუსტებთ, ვერც დავაზუსტებთ, ვერც ვუარყოფთ. მაგათი მოყოლა შეიძლება. მაგრამ არ ვიძახით რომ ტყუილია, არც ვიძახით რომ სიმართლე. უბრალოდ მაგათ ყვებით. და თქვა შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, ილაპარაკეთ ჩემზე, ანუ ჩემ ჰადისები გადმოეცით, მაგრამ ნუ იტყუებით ჩემზე. ეს ეხება ასევე ძმებს და დებს, რომლებიც აი მაგათ უყვართ დავათის გაკეთება. ჰადისების გადმოცემა ინსტაგრამში, ტელეგრამში, იუთუბში, მოყოლა და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ აკეთებენ მაგას? არ ამოწმებენ ჰადისის წყაროს, საიდან მოვიდა, ვინ თქვა, როდის თქვა და ასე შემდეგ. მაგას არ ამოწმენ. მაგალითად დღესაც მომივიდა სურათი, ერთმა ადამიანმა ჩამიგდა სურათი, ჰადისი არის. კი, ჰადისი სახიხია, მაგრამ ქვევინა არაფერი არ წერია. რომელიც ინშია ბუხარია თუ მუსლიმი, რომელი ნომერი, просто აფცელებენ ეგრე. და ეგეთი არის ძალიან უამრავი. რამდენი არის ჰადისები, რომელიც არის მოგონილი შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, უამრავი, ძალიან ბევრი. და ზოგი არის ისეთი გავრცელებული შუმამა ხალხს გონია მართ სახიხია. არის ეგეთი ჰადისები, რომელიც არის ტყუილი ჰადისი. შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ სხვა ჰადისებში რა თქვა? მოამზადოს თავისთვის ადგილი ჯაჰანამში. ის ადამიანი, რომელიც აკეთებს ეგეთ რაღაცას. შემდეგი ჰადისში შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, რომელიც გადმოსცა აბუ ნამლა, أنه بينما هو جالس عند النبي صلى الله عليه وسلم رسم الصحابة إجدا شموات صلى الله عليه وسلم إذ جاءه رجل من اليهود ما استموت إرتدى دم يعني أهل الكتاب فقال
და მან თქვა ატატაკალამა ჰადიჰი ჯანაზა ანუ ეს ტრუპი ეს ჯანაზა ილაპარაკებსო ანუ ლაპარაკობსო فقال النبي صلى الله عليه وسلم شوما صلى الله عليه وسلم تقول الله أعلم أنه الله ما وقتزبتس فقال اليهودي تقول أهل الكتاب قصي أنا أشهد أنها تتكلم مي واموزم روم إس لباركوبسو فقال رسول الله صلى الله عليه وسلم شوما صلى الله عليه وسلم قسمي تقول ما حدثكم أهل الكتاب راست كون جيتها أهل الكتاب فلا تصدقوهم أرض وجرت ولا تكذبوهم أرض تقاتلون طويل تقول وقولوا مغرم تكويت آمنا بالله وملائكته وكتبه ورسله چون ويرتمونت الله ميسي انجلوزبس ميسي تيغنبس دا ميسي شوماولبس فإن كان حقا لم تكذبوهم دا تواري سمات اساس اسين تكويس ماشين اروارقوتو انو ميغيتو وإن كان باطلا لا تصدقوهم دا تواري سرو ارداوجروت مغاتو دا تكوا شوما صلى الله عليه وسلم وقال قاتل الله اليهود لقد اوتوا علما დაღუპოს ალლაჰმა აჰლულ კიტაბი, იმიტომ მაგათ ჰქონდათ ცოდნა. მე მასოს ერთი ისტორია. შუმალე სალალასამ ერთ-ერთი ცოლი. ყვებოდა ჰადისი მოყვა სალამ გათხოვდა მასზე. ბიძამისი იყო იუდაელი. როცა მოვიდა პეღამბარი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ, მისი ბიძამისი და მამა ერთმანეთს შეხვდნენ მაგ დროს. და ბიძამისმა უთხრა მამამისს, რომ გაიგი ამბავი, რომ მოვიდა ეგეთი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ველოდებოდით. ჩვენ მაგას ველოდებოდით. მაგრამ ისინი ელოდებოდნენ, რომ ეს შუმავალი იქნებოდა მაგათ მხარეს. ანუ მათი ეროვნებისგან. და რა უთხრა მამამისთან, ბიძამისს რა უთხრა? ჩვენ მაგას ვეუბნებთო. ჩვენ მაგას ომს გამოვცხადებთო. ანუ იციან ვინ იყო. ალლაჰმა ყურანში რა თქვა? იარიფუნაჰუ კამა იარიფუნა აბნააჰუმ. ისინი იცნობენ მას, ანუ პეღამბარ სალალლაჰუ მუჰამედს, ისე როგორც იცნობა ვის? თავის შვილებს. ანუ უეჭვად იციან, რომ ეს არის შუმავალი. მაგრამ მაგ დროს როცა გაიგეს შუმავალი, მაგას უარყეს. მე-19 თავი ძმებო, ბაბუ მაჯა ფილ ყასას. თავი რომელიც ეხება, ანუ ისტორიებს. როგორ ისტორიები ძმებო? მაგალითად ზოგიერთი დავათის ხალხი ჰადისებს კი არ ყვება, თავის ცხოვრების ისტორიას ყვება. როგორც მაუიზა, როგორც აი დავათი ხალხისთვის, რომ მაგათ იმანი გაზრიერდეს. მაგაზე ყველაზე ხშირად ვინ აკეთებს, რომელი ჯამაათი აკეთებს? ტაბლიღ ჯამაათი აკეთებს მაგაზე ყველაზე ხშირად. ეხლა ნახეთ, შუმა რას ძახის იბნ უმარი რადიალლაჰუ ანჰუ. لم يكن يقص في زمن رسول الله صلى الله عليه وسلم. შუმავალის დროს არავინ არ ყვებოდა ისტორიებსო. ولا أبي بكر ولا عمر أرس أبو بكر أرس عمر ولا عثمان أرس عثماني إنما كان القصص في زمن الفتن. چشماليتات ისტორიები იყო ფიტნების დროს. და ეს ისტორიები უფრო მოქმედი რდებზე, არა კაცებზე, არამედ ქალებზე. ეგეთი ისტორიები ხანდახან მოყავთ, არ ვიცით, გაგებული გაქვთ. მუსლიმი კაცი, წერით მაშა, კაიზმა შედის ლიფტში. არის დიდი შენობა, და მისი შენობის დირექტორი ქალია, ძალიან მდიდარი, ძალიან ლამაზი ქალია. შევიდა იმ ლიფტში. ზოგიც მეცინის შეიძლება იცის ისტორია. ადის მაღლა ამ ლიფტში და მე ვიღაცა ქალი შემოდის ამ ლიფტში. და ხვდება მაგას და ხელი ჩამორთმევა უნდა რაღაცა და არა ჩამოგართმევ რატო ასა მუსლიმი ვარ და ასე შენ არ შეიძლება ჩვენთან და ქალმა ანუ გაუცებული დარჩა მისი ახლაკით, მისი ზნეობით და короче მინდა შენ ანუ გამოყვეცოლათო არა იმიტომ რომ რატო იმიტომ მუსლიმი არ ახარო კაი ისლამს მიიღებს და ბოს დაკონცენტრ თორემ იმ შენობის ის დირექტორი ქალი იყო იმ შენობის აი ეგეთი ისტორიები უყვართ მაგათ მოყოლა ეგეთი არა ძმებო ეს არა ჩვენი მანჰაჯი არის ჰადისი და სუნნა ნუ თუ ვიღაცა შეიძლება თქვას რომ ჰადისებში არის რაღაცა ან ის რასაც ჩვენ გვაკლია ან რაღაც ჩვენ გულებზე არ მოქმედებს რა თქმა უნდა შეხედეთ ძმებო ყველან არის ბლოგერებს ასე თქვა ვიღაც შეიხებს თავისი არხებზე რას ხვებიან ჰადისები ყურანი აიათი თუ ჩემი ისტორია ძმის ისტორია მაგარი ჯიგარი კაცი ყო მაგარი ბიჭი არის მაგარი კაცი დასი მაგას უნდა ყოველთვის შევხედოთ და არ უნდა გავდეთ ტაბლიგ ჯამაათს არ უნდა გავდეთ ტაბლიგ ჯამაათი შემდეგ ჰადისში რომელიც გადმოსცა იბნ აბი საიბ და ის იყო ყასი აჰლ მედინა ის იყო მედინის ასევე დავათის ადამიანი ანუ ხანდახან აკეთებდა დავათებს ხალხისთვის მაუიზა რას ჰალალი მაგაში პრობლემა არ არის მან თქვა რომ აიშა რადიალლაჰუ ანჰა თქვა პეღამბარი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა უთხრა მაგას ყუსა ფილ ჯუმა მარა კვირაში ერთხელ მიეცი აი ეგეთი დავათი ხალხში არა როგორც ეს გაგვითი ამე დავათი კვირაში ერთხელო فإن أبيت فمرتين أن أرجره فإن أبيت فثلاث أن سمجره
ولا ألفينك تأتي القوم وهم في حديثهم فتقطعه عليهم. ეს არის ზამნიშნული მომენტი ძმებისთვის, ვინც აკეთებს დავას, ვინც სწავლულია და დავათებს აკეთებს ჯამაათში და ასე შემდეგ. აიშა რადიალლაჰუ ანჰა თქვა, რომ მაგრამ არ მოხდეს ისეო, რომ შენ მიხვალ ხალხთან ის ანუ ზიან ერთმანეთში ლაპარაკობენ და შენ მათ ლაპარაკში შეეჭრებიო და მათ ლაპარაკს ანუ დაარღვევო. ولكن ანუ მაგალითად ზიან ძმები და ხედავ ძმები ზიან და შენ გაკ რაღაცა ცოდნა რაღაც ხადისები ისი ძმები მოდით რა მაგარი დავათი უნდა გააკეთოთ რა მაგარ ნასიხათი უნდა მოგცით და ძმები ერთმანეთში რაღაც თემას ლაპარაკობდნენ ეგეთ რაღაც არ გააკეთო მაგრამ მე რა თქვა ولكن მაგრამ إن استمعوا حديثك فحدثهم თუ ისინი მოგისმენინო შენ მაშინ მოუყევიო ანუ თუ ისინი თვითონ შენ გთხოვეს დავათის გაკეთება მაშინ გაუკეთე მაგათვის დავათი მოუიზა მიეციო ან პატარა ლექცია მიეციო და მე ნახეთ მე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი თქვა აიშა რადიალლაჰუ ანჰა ვაჯთანიბ ასჯა ფი დუა და მოერიდი რიფმას დუაში რიფმა რა არის ვინს რიფმული აი თქვა დუა აი ყოველი სიტყვა ერთმანეთს რო გავს მაგალითად შუმა აიშა რადიალლაჰუ ანჰა თქვა რომ მოერიდი მაგასო ეს არის დღეს მე ყველაზე გავრცელებული შეცდომა იმამების სწავლულების შეიხების თქვენ შეიძლება დაჟე ნახოთ რომ იმამი მექაში ვინც არის იმამები ზოგიერთი მაგათგან ამ შეცდომას აკეთებს ეს არის ბიდაათი ძმებო მე ნახე რა თქვა შუმა აიშა რადიალლაჰუ ანჰა فإني أحد النبي صلى الله عليه وسلم وأصحابه يكرهون ذلك იმიტომ მე დავასწარე ფენგაბარსო შომავალსო და მის საჰაბებსო რომ მაგათვის ის იყო საზიზღარე يكرهون الكره يكرهون سلفების დროს مكروه ჩვენ დროს არის ანუ არასასურველი სალაფების დროს იყო ჰარამი იყო სალაფების დროს მაკრუჰ ნიშნავდა ჰარამი ანუ შომამოსალსა მაგისთვის იყო საზიზღარი იყო მაკრუჰი იყო ჰარამი იყო და მისი საჰაბებისთვის დღეს არის გაფცილებული როდის მე ეს ყველა ხშირად როცა იმამი გამოდის რამადანზე დუან ყურნოს აკეთებს და დუას როგორ აკეთებს ალლაჰუმმა ჯალნა მინათ ტაუაბინ ვას-სალიჰინ ვას-სიდდიყინ ვალ-მუხლისინ ანუ ერთმანეთს ყველა სიტყვა ემთხვევა ეს არის ბიდაათი ძმებო ლოცვაში წარმოიდგინეთ მე არ ვიცოდი ეგეთ რაღაცა რამოდენიმე დღის წინ გავიგი აი ეს როცა მაგ ეს წავიკითხე ანუ ნახეთ და ეს ბიდაათი არის მომი გავრცელებული და ეს ასევე არის დავიწყებული სუნნა რომ დუა როგორი უნდა იყოს არ უნდა იყოს რიფმაში რიფმული დუა არ უნდა იყოს და თქვენ შეხედავთ რომ რამდენად არის გავრცელებული რომ ჰარამის იმამების ისინი ხანდახან აკეთებენ მაგრამ თუ ადამიანს სპონტანურად მოვიდა ეგეთი დუა პრობლემა მაგაში არ არის მაგრამ მისი განზრახვა არ უნდა იყოს აი ხა გავაკეთებ ეგეთ დუას რომ ლამაზი იყოს არა შუმავალისა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ ეს იყო ჰარამი და ჩვენთვისაც ასევე რა თქმა უნდა მეოცე თავი ძმებო რომელიც ეხება ისტორიას ბაბუ თარიხ ისტორიის თავი ანანას ბინ მალიკ გადმოსცა რომ შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა დასალუნი ანის საა თქვენ მკითხულობთ მე ახსასულ დღეზე ვალლაზი ნაფსი ბიადიჰი მა ალა ალ-არდი ნაფსუნ მანფუსა ალ-იაუმ იატი ალეიჰა 100 სანა და მე ვფიცავო იმით ვისი ხელში არის ჩემი სულია არ დარჩება ამ დედამიწაზე ცხოვრებელი ადამიანი ვინც უთქავსო რომ 100 წელში ისი ცხოვროსო ანუ 100 წლის მერე მთლიან დედამიწაზე ვინც იყო ხალხი 100 წლის მერე ერთი ადამიანი იქიდან არ დარჩება ზოგიერთი ხალხი შეიძლება 104 წელი იცხოვროს ზოგი 110 და ასე შემდეგ იყო შემთხვევები დღესაც არის ბევრი შემთხვევა მაგრამ ეს არის პეღამბარის ერთ-ერთი მოჯიზა მან თქვა რომ იმ დროს დუნიაზე ვინც იყო ხალხი ერთიც არ იქნება ცოცხალიო 100 წლის შემდეგ. შემდეგი თავი ძმებო 21 თავი ბაბუ რაფილ ილმ თავი რომელიც ეხება ცოდნის ანუ ცოდნის წართმევა. რაფილ ილმ ანუ ცოდნის ამაღლება ანუ წართმევა. ალლაჰი ისე გაკეთებს რომ ცოდნას წართმევს ხალხისგან. ან აუф ბინ მალიკ ალ-აშჯაი თქვა რომ ანა რასულულლაჰი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ნაზარა ილა as-სამაი فقال შუმამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ერთხელ შეხედა ცაში და თქვა ჰადა ავანუ რაფილ ილმ ეს არის დრო როცა იქნება წართმეული ცოდნაო როცა იქნება წართმეული ცოდნა და ერთ-ერთმა საჰაბმა ანსარებისგან თქვა ყალა რაჯულუ მინან ანსარ იყულუ ლაჰუ ზიად ბინ ლაბიდ მაგას სახელი იყო ია რასულულლაჰ ია ალლაჰის შუმავალო يرفع العلم وقد أثبت أنه ცოდნა იქნება ამაღლებული წართმეული მაგრამ არის დამოწმებული ანუ წიგნებში არის დაწერილი ცოდნა ხადისები დაწერილი ყურანი ფუსტებზე დაწერილი ყველაფერი ჩვენ ჩავიწერეთ როგორ შეიძლება ისე მოხდეს რომ ცოდნა ანუ წაგმერთვე როგორ შეიძლება ეგეთ რაღაც მოხდესო
და შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა إن كنت لا أحسبك أفقه أهل المدينة مش ميغونيو قولازي فقيه مدينة خاطر قولازي فقيه ميغونيو پیغمبر أخرى أم صحابة أخرى تمرتكوا ثم ذكر دلالة اليهود والنصارى على ما في أيديهم من كتاب الله ميري ماغاز غايس عند أهل الكتاب خلقي إم دا ماتري أنو غزيدان مشوربا მიუხედავად იმისა, რომ მაგათ კონდათ ხელში ღმერთის წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის წიგნი კონდათ, მაინც გზიდან მოუხვიეს. قال და მერე შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: فلقيت شداد არაბოდი საჰაბამ თქვა, ტაბიინი ზახის მაგას. فلقيت شداد بن أوس وحدثته بحديث عوف بن مالك. მე ერთხელ შევხვდიო شداد بن أوسო და ეს ხადისი მაგას მოუყევიო. فقال და მაგან თქვა: صدق عوف ما სიმართლე თქვა. ثم قال دمرتكوا على أخبرك بأول ذلك يرفع جيامو شين პირველი რაღაცა რა იქნება წართმეული ad ხალხისგან ცოდნისგან მან თქვა ბალა რა თქმა უნდა الخشوع حتى لا ترى خاشعا خشوع ანუ ლოცვის დროს როცა ადამიანს ეშინია ანუ ღმერთს ეფიქრობს და ლოცვაში მართლა ლოცვაშია ეს არის პირველი იქნება რაც ხალხს წაეთმევაო ანუ ლოცვაში რომ დადგება დაიწყებს ფიქრს ყველაფერზე მაგრამ ალლაჰზე არა დუნიაზე დაიწყებს და ასე შემდეგ თიჯარატზე ბიზნესზე და ასე შემდეგ ეს არის პირველი რაც წაერთმევა ხალხს ეხლა ნახეთ მე რა მნიშვნელოვანი მომენტია ნახეთ შუმა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ რახან ადამიანს აქვს ხელზე ჰადისები აიათები კუთუბუ სიტა საჰი ბუხარი და ასე შემდეგ ეს ანიშნავს მაგას ცოდნა აქვს ეს ანიშნავს მაგას ცოდნა აქვს ცოდნა არის მარტო ალიმებთან ერთად ცოდნა არის მარტო ალიმებთან ერთად ემდა აჰლუ კიტაბსაც ჰქონდა წიგნები მაგრამ მაგას წიგნი მაგათ არ დაეხმარათ დღესაც ასევე გაფცირებულია ზოგი ძმა იძახის აი ეს ძმა ზეპირად იცის კუთუბუ სიტა ყურანის ჰაფიზია ანუ ზეპირად იცის ჰაფიზი ყურანი კი მაგრამ მითი არ ცხოვრობს მას ვერ იგებს აჰკამები რომელიც არის ყურანში და სუნნაში მაგას ვერ იყინებს თავის ადგილას არ აყინებს ჩვენ რა თქვით სიბრძნე რა არის ერთ-ერთი მაგისი ჟინარსი როცა შენ აყინებ ყველა სიტყვას და ჰადისებს და აიეთებს იქ სადაც საჭიროა სადაც მისი ადგილია მართლა ხალხმა ეს დაკარგა დღეს ამიტომ რახან ადამიანს აქვს ბევრი გამომწერი YouTube-ზე და Instagram-ზე ამ ბევრი ჰადისის ზეპირად იცის ან ყურანის ეს ანიშნავს მაგას ცოდნა აქვს იმიტომ საჰაბას გაუკვირდა რომ შუბე ფეგამბარ სალალაჰუ კითხავ როგორ შეიძლება ცოდნა ამაღლებული იყოს როცა ჩვენ მაგალითად დაწერილია ჰადისები ჩვენ ანუ ხელზე გვაქვს ყველაფერი ჩვენ ჰადისი ხო გვაქვს შუმა სალალაჰუ თქვა რა თქვა ცოდნა როდის მიდის როცა ალიმები კვდებიან არის ჰადისები რომ ალიმები არიან შომაოლის მემკვიდრეები და როცა ისინი კვდებიან კვდება ასევე ცოდნა ერთ-ერთი ალიმა თქვა შეიხ ფაუზანზე თქვა დღეს არ ვიცი მისი ის აზრია რომ როცა შეიხ ფაუზანი მოკვდება და შეიხ ლუჰედანი მოკვდება მე დადგება უკვე სიბნელეო და სიბნელე დადგებაო შეიხ ლუჰედანი უკვე გარდაიცვალა ალლაჰ მაგი შეიცვალოს ამინ ეხლა დარსდა შეიხ ფაუზანი ჰაფიზაჰულლაჰ ჩვენ ალლაჰს ვთხოვთ რომ კიდე ბევრი ალიმები მოგწეს მებო ამინ და ჩვენს გახავდეს მაგას შორის რა ის იქნება ალლაჰმა ჩვენს გახავდეს მაგას შორის როცა მოკვდება შეიხ ფაუზანი დაიწყება ასევე ფიტნა უფრო მეტი ფიტნა მოკვდება ზმებო აი ჩვენ ხანახან ვერ გებულობთ ამ დონეს ალიმები როცა გებულებენ ვიღაც ალიმი კვდება ისინი ტირს იწყებენ რატომ იმიტომ ისინი მართლა იციან მისი შინაარსი რა არის როცა ალიმი კვდება ისინი მართლა გზნობენ აი დაკარგულს აი დანაკარგს ჩვენ არა ხანახან გავიგეთ ალიმი ვიღაც კვდება ნუ ალლაჰმა შეიწყალოს კი შეიძლება ეს ორი წემლი წამოვიდეს შეიწყალოს შეიძლება არ წამოვიდეს წემლიც ალლაჰმა გაგვასწოროს ამინ ისინი კიდე ახი შეიძლება ტრაუში ჩავარდნენ იმიტომ იციან რომ ცოდნა როცა მიდის ასევე მოდის სიბნელე მოდის ნახეთ შუმა სალალაჰუ ეს როდის თქვა საჰაბების დროს თქვა ეგ სიტყვები როცა კიდე მე თაბიინების მოდიოდნენ მაგ დროს უკვე იყო რა წართმეული რაღაცა ნაწერი ცოდნისგან რა უკვე თქვა დღევანდელ დღეზე მებო რა უკვე თქვა დღევანდელ დღეზე ეხლა ძმებო გადავდივართ მესამე განყოფილებაზე ჩვენ გავიარეთ კიტაბულ იმან კიტაბულ ილმ ეხლა ვართ კიტაბულ ტაჰარატზე განყოფილება პირველი თავი რომელიც არის ამ განყოფილებიდან ბაბო მაჯა ფილმა თავი რომელიც ეხება იმას რა მოვიდა წყალზე აი რამოდენიმე დღის წინ ერთმა ძმამ მკითხა რომ შეიძლება ზღვაში აბდესტის აღება ან დიდი ანუ ჯუნუბისგან აღება მე ვიცოდი რომ შეიძლება მაგრამ მტკიცებულება არ მქონდა მაგით არ უპასუხი მაგას რამოდენიმე დღის აი ეს ჰადისები წავიკითხე მე მაგას უპასუხი აი ეს არის მე ბორა ჰადისებს შენ კითხულობ ეს არის ცოდნა
ცოტა არ არის ძნელი, როგორც ზოგიერთი ხოჯანი იმამი იძახის. ბუხარი და მუსლიმ რომ გაიგო, დიდი ალიმი უნდა იყო, ყურანი რომ გაიგო, დიდი ალიმი რომ იყო, სუბჰანალლა. კი არის ზოგიერთი აიათები მუთაშაბიჰად, რომელსაც მაგას ცოდნა უნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ უმეტესობა ჰადისები რა ადვილია. და რა არის მაგაში ძნელი? ჩვენ ხო ვკითხებთ, ყველაფერს გებულობთ. რაღაცა თუ ვერ გებულობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე შეიხებს ვეკითხებით. მაგრამ მთლიან ჯამში რო ვთქვა, ჰადისები ძალიან ადვილია. ცოდნა ძალიან ადვილია. ნახეთ. შუმამა სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, რომელიც გადმოსცა საჰაბან აბდულაჰ იბნ აბას, ალმაუ ლა იუნჯისუჰუ შეიუნ. ანუ წყალს არაფერი არ აჭუჭყიანებსო. წყალს არაფერი არ აჭუჭყიანებსო. ეს რაც ნიშნავს მე რომ წყლის ფუნდამენტი, წყლის ანუ ასლი არის სუფთა. წყალი ასლი არის სუფთა. და წყალი რჩება სუფთად, სანამ მაგას ერქმევა წყალი. და შეიძლება მაგალითად წყალში მოხდეს რაღაცა ბინძურისგან, ნაჯასისგან და შეიძლება მოხდეს რაღაც ტახურისგან, რაღაცა სუფთა. მაგალითად თუ ფოთლები ჩავარდა წყალში, ამ მტვერი, წყალი მაინც რჩება წყლად. თუ მისი ფერი შეიცვალა გემო ან სუნი, სანამ იქნება წყლით, წყალი იმ წყლის შეიძლება აღება აბდესტის. მაგალითად როგორც ზღვა. ასევე გავივით ცოტა ხანში ხადისი კიდე გავივით. ზღვის წყალი. მისი გემო ხო შესვლილია. რა არის მომხდარი? მარილი ხო, ბევრი მარილია. მაგრამ მაინც მაგას ვეძახით რა წყალს. მაგით აბდესტი აღება შეიძლება. მაგრამ თუ ჩავარდა რაღაც ნაჯასისგან, რაც არის ნაჯასი, ჩავარდა წყალში. მისი გემო შეიცვალა სუნი ან ფერი, მაშინ მაგდოს არ შეიძლება იმ წყლით აღება. ასევე ზოგიერთის არ ვიცი მე არ მინახე გაგონე კოკაკოლი შეიძლება აღება აბდესტით. კოკაკოლი შეიძლება კოკა წყალი ითვლება ძმებო? არა, ესე იგი არ შეიძლება. ზღვა ითვლება წყლად. ესე იგი შეიძლება. და მაგაზეც მოვა ჰადისი. ეს ანუ პატარაზე მოკლედ რო ვილაპარაკოთ, როგორია წყალი და ასე შემდეგ. შემდეგ ჰადისი რომელს გადმოსცა აბდულაჰ ბინ უმარ radiyallahu anhu anna nabiy sallallahu alayhi wasallam su'ila an ma'i wa ma yanubuhu min as-sibai wad-dawabi. Shomava sallallahu alayhi wasallam კითხეს წყალზე, რომლისგანაც ხანდახან შეიძლება დალიო ცხოველი, როგორც მტაცებელი და არამტაცებელი. და თქვა, faqala rasulullah sallallahu alayhi wasallam, idha kana al-ma'u qullatayn lam yunjisuhu shay'un. თუ წყალი არის, ანუ ორი ბოჭკისგანო, იმდენი წყალი როგორც ორი ბოჭკა როგორ არის ქართულად? ხო, მას ანუ წყალი არ გაფუჭებსო. მას ეს ნაჯასი ან ცხოველის, დალეული, როგორც ძაღლის და კატის არ გაფუჭებსო. მაგრამ ალიმები რა თქვეს? აქ პირდაპირ მნიშვნელობა კი არ არის, ანუ განსაზღვრული ორი ბოჭკით. არამედ ეს ნიშნავს, ანუ თუ ბევრია წყალი და ძაღლმა დალია იმ წყლიდან, ამ მტაცებელი ცხოველი, რაც მისი დორბლი ნაჯასია, მაინც შეიძლება იმ წყლით აღება აბდესტის. კატაზე უკვე არ არის ნაჯასი, დახურია ჩვენ როგორც ვიცით. შემდეგ ჰადისში, რომელსაც გადმოსცა აბუ ჰურეირამ, თქვა რომ საალა რაჯულun რასულალლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. ერთ-ერთმა ადამიანმა კითხა შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. და მან თქვა, იმ კაცმა თქვა, ია რასულალლაჰ, ე ალლაჰის შუმავალო, ინნა ნარკაბულ ბაჰრა. ჩვენ ანუ გემებზე ვждებით რომ გავუცუროთ ზღვაზეო. ვა ნაჰმილუ მa'ana al-qalil min al-ma'. და ჩვენ გვაქვს წყლიდან როცა ჩვენ სვავთ, ცოტა ან ბევრი წყალი არ გვაქვს. فإن تودأنا به عطشنا. და თუ იმ წყლით აბდესს ავიღებთო, ანუ ჩვენ წყალი არ დაგრჩება და მწყურვალი გავხდებითო. أفنتودأ بماء البحر. ზღვის წყლით ავიღოთო აბდესტიო. ნახეთ, ზღვის წყლით ავიღოთო აბდესტიო. და შუმამა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა, هو الطهور ماؤه. მისი წყალი არის ტახურიო, ანუ სუფთარიო. الحل ميتته. და მისი რა მკვარია იმ წყალში არის ჰალალიო. ნებისმიერ თევზი. თუ მაგალითად თევზი გადმოვარდა ნაპირზე, ადამიანი თავისუფლად შეიძლება აიღოს და ჭამოს ის თევზი. ნებისმიერ რაღაცა რაც ცხოვრობს წყალში, წყლის გარეშე რაღაც არ შეუძლია, ნებისმიერ რაღაცა მისი ხორცი არის ჰალალი. ანუ აქედან ჩვენ ხედავთ ძმებო რომ მიუხედავად იმისა რომ ზღვის წყალი არის შეცვლილი გემოზე, მარილიანი აბდესტი მაინც შეიძლება რომ აიღო ამ წყლის და ასევე ღუსლი. თუ ღუსლი გაქვს, ზღვა არის ახლა შევარდა წყალში უსპად გამოდი, აი შენი ჯონობისგან დიდი ღუსლი. ნახეთ მე რა ადვილია, ჰამდუისა, რა ადვილია. როცა ცოდნა გაქვს რა ადვილია. ეხლა ის მახსენდება, ჩემ პირველად მახსენდება, აი იყო ზღვაზე. რა თქმა უნდა იმ ზღვაზე იყო, სადაც ქალები არ არიან ძმებო, დიდველა, ნუ გეგონ კაი ზმარი მაგას ვისნობ. აი იყო ზმაზე, არ იცოდა ხო, მაგის ხუქმი. არ შევიდა, არ ვერ იბანავა.
წავიდა შეიძლება სხვანაირად ღუსლა იყო. მაგრამ თუ ეცოდინებოდა ამის ხოქმი შევიდოდა თავის გამოვისო შეუძლია უკვე ილოცოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. عن جابر ما قد مسلم شو ما صلى الله عليه وسلم أن النبي صلى الله عليه وسلم سئل عن ماء البحر ما سكيتخس زغويس غالزه تمام تقوى هو الطهور ماؤه الحل ميتته როგორც წინა حديثي მისი წყალი არის სუფთაო და მისი ანუ რას არის კუტარი მანდ ან ცხოველებისგან არის ჰალალიო